საღამო მშვიდობისა, თბილისიდან თქვენთან ხაზია სიამოვნებით როგორც ყოველთვის თამარ ქავთარაძე, არაჩვეულებრივი სიახლით და საკითხით. თქვენ იცით, რომ მე უკვე 4 წელია ავითარებ საქართველოში დიდი სიყვარულით არაჩვეულებრივ კომპანიას, რომელსაც კაცობრიობა ალბათ 21 საუკუნე ელოდა. მე 18 წელია საზღვარგარეთ სულ კავშირზე ვარ და ვეწევი ძალიან აქტიურ წარმატებულ ცხოვრებას და მინდა გითხრათ, რომ 100 კომპანიიდან მე ვიპოვე ჩემი კომპანია, რომლისთვისაც ვარ დაბადებული, ვინაიდან როგორც ყველა ქართველი მე მიყვარს უფრო ნატურალური, ბუნებრივი, მცენარეული საშუალებებით ყვებაც, გალამაზებაც და ყოველგვარი პრობლემის მოგვარება ჯანმრთელობის მხრივ. მე დავამთავრე 2005 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მერე გავემგზავრე კიევში და დაუბრუნდი, ასე ვთქვათ, 15 წლის მერე საქართველოში ზუსტად არაჩვეულებრივი საქმით და უახლესი ტექნოლოგიით, რათა ის პრობლემები განუკურნებელი თუნდაც, რითაც მაჩინებდნენ საზღვარგარეთ, რომ მე უკვე ვეღარ ვიქნებოდი სოციალურად აქტიური ადამიანი, მოვაგვარე ზუსტად 4-5 თვეში, აი ზუსტად ამ არაჩვეულებრივი კომპანია EPL Go-ს წყალობით და დიდი სიყვარულით კორონავირუსის გამძვინვარებული, ასე ვთქვათ, პერიოდის დროს ჩვენ შევეჭიდეთ ამ საქმეს საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე და ძალიან სასურველი, ძალიან საყვარელი ქვეყანა 86 ქვეყანას შორის, რომელიც ასე ვთქვათ, სიცოცხლეს იხანგრძლივებს და დღე გრძელდება კომპანია EPL Go-ს არაჩვეულებრივი პროდუქტებით. დღეს მე არ მექნება კომპანია EPL Go-ზე საუბარი, უბრალოდ შემოვიტანე სიახლე საქართველოში. მე ხშირად ვსტუმრობ საზღვარგარეთ, ესე ვთქვათ, ჩემს პროფესიიდან გამომდინარე, სპიკერად ხშირად თითქმის ყოველ 3 თვეში მიწევს გამოსვლა საზღვარგარეთ, ვიყავი აზიაში, ვიყავი გერმანიაში, ვიყავი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. და აი ზუსტად მინდა გავიხსენო პატარა ისტორია, რომ აზიაში დაიწყო ბუმი ბოლო 1-2 წელია და ყველა ჩემი პროფესიის კოლეგა ექიმი ძალიან დიდ წარმატებას უმოკლეს დროში აღწევდა კომპანია EPL Go-ში და მე ახლა გადავალ დემონსტრაცია ეკრანისას გავაკეთებ და გადავალ, ასე ვთქვათ, საკითხზე, რომელიც მე ძალიან მინდოდა რომ დამენერგა საქართველოში. ზუსტად აზიაში ერთ-ერთი სტუმრობის დროს კოლეგებთან აზიური ფორუმის შემდეგ მე მივხვდი, რომ დროა მეც დავნერგო არაჩვეულებრივი ტექნოლოგია საქართველოში, რომელიც მომცემს შანსს ადამიანებს სანამ თავისი დიაგნოზებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მცდარი, ამას ადასტურებს გერმანია, ისრაელი, თურქეთი, ხალხი დადის კლინიკიდან კლინიკაში, ლაბორატორიიდან ლაბორატორიაში, ვერ ხვდებიან რა ჭირთ. ერთი ექიმი აგზავნის მეორესთან, მესამე მეოთხესთან. მე ხლა არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ რიგებია კლინიკაში. ეს არის დაუსრულებელი ფურცლების ფრიალი, დაუსრულებელი მიზეზების ძებნა. არავის კომპეტენტურობას არ ვეხები, მე კარგ ექიმებთან პირიქით ვაგზავნი, მჭირდება ისინი, თანამშრომლობ და არასოდეს ტყუილად არ დავაკნინებ ჩემს კოლეგებს. ეს არის ეთიკა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი სამწუხაროდ ტოვებს, ასე ვთქვათ, ასრულებს სიცოცხლეს გარდაცვალების მერე, პათოლოგ ანატომებმა მხოლოდ გაკვეთის შემდეგ იციან სიმართლე, რომ სულ სხვა რაღაცით ყოფილა თურმე ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, გულის დარტყმა რო ეგონოთ, გულის პარკუჭებია ფარშირებული პარაზიტებით და ძალიან ნონსენსებს ხედავენ ხოლმე, აი საოცრებებს რა და უკვე გვიანია რაღა დროს, ხო? ამიტომ აი ეს მეთოდიკა, რომელიც მე ესე ვთქვათ, შემოვიტანე საქართველოში, შევისწავლე ჩემი კოლეგებისგან. ერთი წუთით მე ხლა მინდა სხვა ეკრანი. მაძლევს საშუალებას, ვირფესო მეგობრებო, რომ ვიყოთ ძალიან ზე კომპეტენტურები
ზე კომპეტენტურები და ადამიანებს ზუსტად მივცეთ პასუხი ამა თუ იმ პრობლემაზე. ეხლა, კარგით, მე მზად ვარ, გოგოებიც მგონი დაგვემატენ და გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს თემაზე. პირველი 15 წუთი არის ხოლმე ესე შესავალი. კარგით, მე გავაზიარებ ეხლა ჩემს ეკრანს. სექტემბერში მე მოვხდი აზიურ ფორუმზე, სადაც წარდგენილი მქონდა, ასე ვთქვათ, სიტყვით ვიყავი გამოსული ულამაზეს დარბაზში და იქ დავინახე, რომ დავაკვირდი აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგა, როგორ უსწრაფ ესაც, რასაც ხალხი უნდება 2 წელი, 5 წელი, რამდენიმე თვეში დებენ საუკეთესო შედეგებს, ყავთ უამრავი გაჯანსაღებული ადამიანი და აღწევენ ძალიან დიდ წარმატებებს, თუნდაც აი თავის საქმიანობაში ნებისმიერ სფეროში, ხო? მე დავფიქრდი რა არის ამის მიზეზი, მე მათთან ცხოვრობდი, მე მათთან მეგობრობ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, გავდივარ ასევე ლონდონის კოლეჯში ნატუროპათიაში რუსულენოვან სექტორზე დაუსწრებლად სწავლებას მცენარეებზე მეტი მინდა შევისწავლო. მაინტერესებს ასევე ვსწავლობ, ვარ სტუდენტი ფსიქოსომატიკის უნივერსიტეტის, სადაც ბაკალავრიატის დიპლომს ავიღებ ნოემბერში, ეს არის ფსიქიატრია, ფსიქოსომატოლოგია და ფსიქოლოგია, სუპერ თანამედროვე კვანტური მიდგომებით. ასევე ვარ ძალიან აქტიური მონაწილე საქართველოსთან ინტეგრაციული მედიცინის მხრივ, სადაც ექიმები ეყრდნობიან არა მხოლოდ ქიმიურ წამლებს, არამედ კვებით, ნატურალური მცენარეული საშუალებებით, მინიმალური უვნებლობით აკეთებენ ძალიან დიდ შედეგებს დებენ. და რას მივხვდი? მივხვდი, რომ ჩემს კოლეგებს, უძვირფასეს კოლეგებს აქვთ არაჩვეულებრივი ბიორეზონანსული აპარატი, ხელოვნური ინტელექტით ჩამონტაჟებული, როდესაც გავიგე მე აი ეს ტექნოლოგია 1920 წლიდან არსებობს, თქვენ ფოტოზე უყურებთ ახლა ერთ-ერთ ძალიან ესეთ კაცობრიობაში დატოვა კვალი ამ მეცნიერმა რაიმონდ რაიფმა, რომელმაც პირველმა ულტრაისფერი მიკროსკოპი გამოიგონა და პირველია ეს ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც დაინახა ცოცხალი ვირუსი. როგორია ცოცხალი ვირუსი, როგორი გაარსიათ, ეს არის მრავალი მოწყობილობის ავტორი და ეს ადამიანი ზომავდა სიხშირეებს, ალღებს, ვიბრაციებს, ამა თუ იმ სულიერით უსულო ნივთიერებებისგან, ზომავდა სპექტრ სინათლისას და ასევე შემდეგ, მას აქვს ძალიან დიდი შრომები, დღეს შორს არ წავიდეთ და ზუსტად ეს ბიორეზონანსული ტექნოლოგია რომელიც არაჩვეულებრივ კვლევას ატარებს, არის აბსოლუტურად არამავნე. როგორ გამოიყურება ის? ჩემთან, როდესაც მოდის ადამიანი, თვითონ მეგობრებო, კაბინეტში, რეგიონალურ ცენტრში მაქვს კაბინეტი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის კონფიდენციალური, მიღება ხდება ცალ-ცალკე, გასაუბრება ხდება ცალ-ცალკე. ეს არის აბსოლუტურად არამავნე. აბსოლუტურად აი არავითარზე გავლენას ორგანიზმზე არ იწვევს, არაფერს არ ვასხივებთ, არაფერს არ შეგყვავს არანაირი ნივთიერება, უბრალოდ წყალი უნდა გქონდეთ დალეული 15 წუთით ადრე, ვინაიდან წყალი არის ძალიან კარგი ელექტროგამტარი, ელექტროლიტი, გამაგრებთ მაჯებზე, კოჭახარზე, შიშველ კოჭახარზე და ტარბებს ზემოთ შუბლზე რამდენიმე ელექტროდს და 3 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს მთელი სკრინინგი თდომარე მდგომარეობაში 3 წუთი არ ვსაუბრობთ და სკრინინგი უნდა მოხდეს თქვენი 47 ორგანოთა სისტემის გამომაქ ინფორმაცია, რა ხდება ლიმფაში, რა ხდება ხერხემალზე, რა ხდება აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემაში, ეს არის სისხლის მიმოქცევა, სუნთქვის სისტემა, ენდოკრინული სისტემა, იმუნური სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვული სისტემა, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გვაქვს, საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, ხო? გამოაქვთ ეს შარდგამომყოფი სისტემა, რეპროდუქციული ორგანოები. წერს, ხატავს, პროექციას აკეთებს თქვენსას და ანტიპარაზიტარულ კვლევას ვაკეთებ. ხედავ რა მდგომარეობაშია ხერხემალი, ხედავ რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა, რა მდგომარეობაშია აურა, ბიოველი და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ძალიან, აი ესე ვთქვათ, დასურათებულად დანარჩენი კი დაინახეთ, უკვე ვატარებთ ამ კვლევებს, გაჩვენებ თუ მაგალითზე როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. რატომ დამჭირდა მე ეს ყველაფერი? იმიტომ რომ აი მაღაროში, შუქის გარეშე რომ ვიდიხარ და არ იცი სად გადავარდები, ან
ტყეში, ან რა ვიცი, ჩვენ რომ თუშეთში რომ განათების გარეშე და გზების გარეშე წავიდეთ ბრმად, ხო? გავვალ ადგილებში. ეს არის ჩემთვის, აი, ზუსტად ხედვა ადამიანის ორგანიზმში მიუხედავად, განურჩევლად ასაკისა, რა ხდება სინამდვილეში. რა ჩივილები აქვს მას? რა უთხრა ექიმებმა აუცილებლად ვეყრდნობ იმის ანალიზებს, კვლევებს, გადაღებებს, ეკოსკოპიებს თუ MRT-ებს მიდევს ის. მერე ვაკეთებ პაზლივით, ვუკეთებ სკრინინგს ჩემთან 3 წუთში და ვხედავ უკვე გაშლილ სურათს, რატომ ყოჭლობს, რატომ ტკივა, რატომ ვერ მოურჩა ეს სახსრები სინამდვილეში რა ყოფილა და ეხლა მე თქვენ გასაოცარ ამბებს გაჩვენებთ. ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენს ასე ვთქვათ მეგობრებში. აი დაინახეთ, აქ არის გოგონა, რომელიც საერთოდ არ იღებს ჩვენს პროდუქტებს, პირველად მოვიდა ჩვენთან. ხედავ ჩემ ძვირფასებო, სისხლის, ასე ვთქვათ, pH-ს, მჟავატუტოვან წონასწორობას, საით არის გადახრილი სისხლძარღვოვან სისტემაში, ბრონქებში. ამას უნდა გაშიფრვა, სად რა პროცესებია. ეს არის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, მინახავს უარესებიც, მაგრამ ყველაზე მეტად ამის გადაღება და დიაგნოსტირება ყველგან შეიძლება, მაგრამ თავარია უნდა იცოდეთ შიფრი. თავარია სწორად გაშიფრვა და მე ისე მიხარია, რომ ამდენი წლის შრომის შემდეგ დამემატა ეს ხელსაწყო ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო, აი ძალიან ჩამოყალიბებულად, კონკრეტულად მაძლევს იმის საშუალებას, ზუსტად ძალიან მალე ხვდები სინამდვილეში რა ყოფილა აი ამ შესიების მიზეზი, ამ პროცესის მიზეზი და ადამიანი გათვითცნობიერებულია. მე თავად რა დამემართა და როდესაც მე თავად გავიკეთე სკრინინგი, მეგონა რომ სულ სხვა რაღაცა მითხრეს ავერსის და სხვა კლინიკებში რაღაც პრობლემის გამო და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა ისეთი უმნიშვნელო მარტივი რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ყველაზე მეტად რაც მიხარია, როგორი მდგომარეობითაც არ უნდა მოხვიდეთ ჩემამდე. ეს მდგომარეობა კომპანია EPL Go-ს დრაჟეებით ძალიან მალე გამოსწორებადია. დაინახეთ ხერხემალი რა მდგომარეობაში, ამას უნდა გაშიფრვა. თუ დაინახავთ, ყველა ხერხემლის ნაწილს, კისრის ნაწილს, გულმკერდის ნაწილს, გავაკუდუსუნის ნაწილს მალები დახასიათებულია და შესაბამისად გადაკვანძულია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ორგანოებზე და განაგებენ ისინი ამა თუ ორგანოს თუ ორგანოთა სისტემის ჯანმრთელობას. ყველაფერს ხედავ, იდება შიფრი, რატომ ტკივა, საიდან გადაეცემა ტკივილი, რატომ მოუვიდა ინსულტი, რატო ტკივა თავი, საიდან მოდის მიგრენი, რა ხდება, სად რომელი არტერია არის გადაკეტილი, ან ნერვი, გამოცვლა კი არ ჭირდება სახსის, საჯდომი ნერვია გაჭედილი, იმიტომ რომ ბრტყელი ტერფი აქვს, აჩვენებს აბსოლუტურად ყველაფერს, თავისი დგომით, დეფორმაციით, აბსოლუტურად გამომავალი ნერვებით და არტერიებით. ეს არის სრული სურათი. მერე საჭმლის მონელებელ სისტემაში შეწოვა საერთოდ არ ქონდა ადამიანს. ყველაფერს ხედავ ჩემოძვირფასო მეგობრებო. როგორი ნამკურნალებიც არ უნდა იყოთ. მერე რომ მიდიხართ, იღებთ ამ ვიტამინებს, ყიდულობთ, იხარჯებით აფთიაქში, თუ აფთიაქში მიდიხართ, ძალიან მაღალი ხარისხის ვიტამინებს ყიდულობთ, ხო, ძვირიაზიკ, ზოგადად ასე შემდეგ. ან კარგ ნატურალური კომპანიებს ხო წარმოებლები არიან ჩვენთან, რომლებიც ყიდულობთ, რისთვის ყიდულობთ? არ არის შეწოვა, ხედავ რომ ტყუილად დაიხარჯებით, ასე რომ ჯერ უნდა მოვაგვაროთ საჭმლის მომავლებელი სისტემა, ხო? ხედავ ასევე აურას ბიოველს, რომელიც აქვს ამ გოგონას დაზიანებული და თან მიჯიუტება, რომ ის ისეთ ექიმთან დადის და ისეთ წამლებს ვავს სულ, რომ ამაზონიდან აგზავნინებს, აიხერბსიდან აგზავნინებს რაღაცა ვიტამინებს, რომ სრულიად ჯანმრთელია. დავსვი, გადაუღე და აღმოჩნდა, რომ თუ კი რაიმე ბავშვობიდან ნაკაწრი მიუღია, ხელი დაუწვია, რაღაც გაუჭრია. მიკაპი დაურტყია, სადღაც განმოვარდნილა, სულ ყველაფერს იწერს ჩვენი ბიორეზონანსი, ვინაიდან ყველა უჯრედიდან გამოაქვს აბსოლუტურად ინფორმაცია, რა მდგომარეობაში, რას ასხივებს, რატო ასხივებს, ყველა ვირუსს, ყველა ბაქტერიას, ყველაფერს აქვს თავისი სიხშირე, ტალღა, ეს იზომება და ხელოვნური ინტელექტი ყველა თქვენ
თქვენთანგანზე მაძლევს თლიან წიგნს, რომელიც QR კოდით გადმოგეგზავნებათ ან იმეილზე, ან პირდაპირ ტელეფონზე მოგივათ, ან მე ჩაგიგდებთ, სადაც გაგეხარდებათ და მე შიფრავთ. ამის მერე ნახეთ კიდევ რა ფუნქციები გვაქვს. გაცხიმოვნება ვისაც აქვს, ხო? მისი გაცხიმოვნების და სიმსუქნის მიზეზი რა არის? სად ვეძებოთ? რა არ მოეწონა? ზოგს უთხრა რომ შეწყალს არსვავს, ზოგს უთხრა რომ ძალიან საკვები შეცვალე, საკვები შეუდგინა, დაუწერა რამდენი წყალი უნდა დალიოთ, ხო? დაუწერა კუჭნატლავის სისტემაში ვირუსი, ბაქტერია, სოკო, ჰელმინტები, პარაზიტები, ეხლა ცოტა სლაიდის დონეზე, მე ხა შევალ და გაჩვენებთ პირდაპირ ადამიანს. რა ჭირდება და რატომ აქვს დაავადება, რატომ არ ესმის ყურში? იმიტომ რომ სოკოთია შუაყური გამოტენილი. გამიგეთ? რატომ ფსორიაზი კი არა აქვს? სოკო აქვს თავზე, ხო? და უამრავი რა კონიუნქტივიტი კი არა აქვს, ამება ყავს თვალში, მდინარეში ცუდი წყლით ნაბანავები, ხო? ასე რომ ძალიან ტუბერკულოზი კი არ აქვს, აი გაჩვენებთ იმ პარაზიტებსაც, რასაც მე ვშიფრავ ხოლმე. ეხლა დაინახეთ ჩემთან შევეხმიანეთ ერთ-ერთ ძალიან კარგ ქალბატონს, რომელიც არის მოყვარული ჩვენი დრაჟეების, ჩვენ ეს არ ვიცოდით, ის თვლიდა რომ თავს შეუძლოთ გრძნობდა და მოდი აბა გამსინჯე, მეც მაინტერესებს, რახან აქ ხარ სიამოვნებით დავსვით, გავუკეთეთ სკანი და ვიკივლე, მოდით, ყველა ნახეთ რა ხდება და ყველა გაოცებული შემოვარდნენ, ხო ცუდად არის, ხო იცოცხლებს ეს ჩვენი საყვარელი ქალბატონი. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა მოყვანილი წესრიგში. ძალიან კარგი მდგომარეობა შედარებით დრაჟეებით და რო ვკითხე შენ რამეთ იმკურნალი გოგო 4-4-ს ვიღებდი თქვენს პროდუქტებს. სტოპი, სლაიდი, წმენდა, აი სულ პირში ვიყრიდი ამათ და აი რომ უნდა დავიწყო ახლა მე 10 ლარად ხალხი დავაჯანსაღო, აგერ მომხვდა ჩვენი დრაჟებით. უკვე კარგად წესრიგში აქვს მოყვანილი ყველაფერი. ეს არის ნორმა და ძალიან კარგი მდგომარეობა. აი ესეთი შედეგი დგება, როგორიცაც არ უნდა მოყვიდეთ 5, 10, 15, როდესაც მე ვხედავ თქვენს ორგანიზმში რას უჭირს, რატო უჭირს, სად ბაქტერიაზე, სად ვირუსი, პროსტატა კი არ გაქვს. ცისტიტი კი არ გაქვს, იქ ბაქტერია გაქვს აყოლილი. ესე იგი, ეს იმიტომ გტკივა, ელენთა კი არ გტკივა, იქ არტერია, ნერვია გადაკეტილი. ყველაფერს, როდესაც მე ვხედავ და გიდგენთ სწორად შედგენას, რომ იცით უკვე საიდან დავიწყოთ, ხო? აი, ეხა ამ ქალბატონს ხერხემალი ნახეთ როგორ აქვს. იმიტომ რომ სახსრების გამო ის იღება 4 სლაიდს, 4 სტოპს. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მდგომარეობა და კისრის არეში ჰიპერფუნქციაც კი აქვს ნამეტანი მოსვლია. ანუ აბსოლუტურად ყველაფერს ხედავ ძვირფასებო. აი ნახეთ ნაწლავებში, მის ნაწლავებში რა ხდება. ნახეთ, შეწოვა 100%-იანი ყველა A, B ჯგუფის ვიტამინები, D ვიტამინი, აი ამ ადამიანს K ვიტამინი, იცით რომ D ვიტამინი K-ს გარეშე არის წოვება და ასე შემდეგ. და აურა კიდე შედარებით, აი მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი აურის და ბიოველის გარეშე ის იმდენად აქვს დაწეული ჰომეოსტაზი და სასიცოცხლო ფუნქციები. ეს რა სლაიდების მოვასწარე ჯერჯერობით ბაზებიდან, ვისაც მე დამთესნება რომ მეჩვენებინა და ეხა პირდაპირ მე ვიზავ ერთ რაღაცას, ასე ვთქვათ, კარგს, ბარემ გავშლი და გაჩვენებთ, შევალ ეხლა ისე და გავშლი და გაჩვენებთ პირდაპირ მთლიანად რა ინფორმაციას ვიღებ მე თქვენს შესახებ, როდესაც მიჯდები სახელები, გვარები, ნუ აქ დავაწერეთ, არ ჩანს, ეს ყველაფერი ჩემთან რჩება კონფიდენციალური, ცოლი და ქმარიც ცალკე შემყავს. იმიტომ რომ ეს არის, ნუ რა ვიცი, ჰიპოკრატეს ფიცია. ესე იგი, დავიწყეთ ახლა ჩვენ. აქ დავინახე მე მდგომარეობა, რას უფრო უჭირს და ყველაფერი მისახედია სიმართლე გითხრათ, ნერვული სისტემა გამოფიტვა პირველი, ასე ვთქვათ, ხარისხის. დავინახე დიაგრამაზე, რომელ ორგანოებს რა უჭირს და რატო უჭირთ, ამის შიფრი მე ვიცი და დიდება უფალს ძალიან კარგად ვშიფრავ, ისე რომ მინახავს ხოლმე, ასე ვთქვათ, ძალიან შეშინებული ადამიანები, მაგრამ მე ძალიან მალე ვხვდები რა უცებ გამოაკეთებს ამ ადამიანს და არ უნდა შეგეშინდეთ არაფრის. რა ფერიც არ უნდა დაინახოს თქვენ თავზე, გახსოვდეთ რომ გამწვანდებით ყველა, ზუსტად ძალიან კარგი მიდგომით თქვენი, ასე ვთქვათ, სიყოჩაღით, სურვილით, დახმარებით, ცოტა ფიტნესით, წყლით, სტოპით, სლაიდით და გააზრებით. როდესაც იცი, სად რა რატომ გტკივა, დაინახეთ,
ცვლილებები ხერხემალზე დაწერა მესამე ხარისხის. იქ გაცვეთილია თუ დეფორმირებულია თუ კიფოზი აქვს, იმიტომ რომ დახრილი აქვს სულ თავი და ისეთ რაღაცას აკეთებს, მუშაობს. უკვე ამოსული აქვს იქ კიფოზი, ხო, უკან, ამობურწული. რატომ ტკივა თავი? რატომ ყურში შუილები რატო აქვს? იმიტომ რომ პირველ და მეორე მალას შორის არის ასე ვთქვათ, შეუსაბამოება და იქ არტერია არის, ცოტა არტერიას და ნერვს უჭერს. ასევე რა ხიტი რო აქვს მუსლად ყოფნის პერიოდში გადატანილი, რომ სად რომელი არტერია არის, რატომ აქვს ხელების დაბუჟება, ტკივა თუ არა საჯდომი ნერვი, ბრტყელტერფიანია თუ არა, რომელ სახსრშია შეუსაბამობა, სად უკვე უნდა განვითარდეს თიაქარი, ყველაფერი მიწერია პროცენტულად და ამ მალებიდან გამომდინარე ძალიან უჭირს ხოლმე შესაბამის ორგანოებს. ამიტომ ძალიან ბევრს ვხედავ, რატო ტკივა ბეჭი, რატო ტკივა კუნთები, რატო აქ დაჭიმული ეს ყველაფერი, რატო ვერ იძინებს, რატომ აქ ხელების დაბუჟება, ეს არტერიებიდან მოდის თუ ნერვებიდან მოდის, რას უნდა ველოდოთ, ხო, უახლოეს პერიოდში, რა ვარჯიშები უნდა ვაკეთოთ, რატო ვერ სუნთქავს, გამავალია თუ არა მისი, ასე ვთქვათ, ღრუები, რატომ, აი, ძალიან ყველაფერს ვხედავ, ესე იგი, სიარული, ჯდომა, სულ ყველაფერს ვხედავ აბსოლუტურად, მე იწყება ორგანოები რა მდგომარეობაში არიან, მე ვიცი გაშიფრა და რო ამბობენ ხოლმე, ვაიმე, ეს მეგონა რომ ცუდად გქონდა და ეს არ აღმომაჩნდა, მე ვიცი აქ რას მივაქციოთ, ყურადღება რომელ ორგანოს უჭირს, ქრონიკაა თუ მწვავედ დაწყებული, ასე ვთქვათ, პროცესი, დისბალანსი გადახრები არის ასევე ჩაკრები ჩანს აქ, ენერგიის დონე, როგორც გითხარით, აურა, ბიოველი და ასევე, აი, ნახეთ, ყველაზე მეტად რაც იწვევს ჩვენს მდგომარეობას, ცუდ მდგომარეობას, ეს არის უმარტივესები, სოკოები და პარაზიტები, ბაქტერიები. სულ ყველაფერი აგერ ჩამონათვალი მაქვს, სადრაზის, ეს მოდის ჯერჯერობით რუსულ ენაზე და მე ვშიფრავ, იმიტომ სხვადასხვა ენებზეა და უფრო ახლოს ჩვენთან რუსულია, ქართული ჯერ არ არის. რა სოკოა, რომელი დასახელების, რა პროცენტით და რო ვაკვირდები იმუნიტეტს, ხო და მის ჩივილებს, მოერევა თუ არა, ჩუმად არის თუ გაღიზიანებულია. თორემ ერთხელ მახსოვს 3 წლის წინ ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გაფითრებული სახით, საზღვარგარეთ გააკეთეს ეს და რო ნახეს ამდენი ჩამონათვალი, ესე ეგონათ რომ 2 დღე ვეღარ იცოცხლებდა ეს ბიჭი. არა და ეს ჩამონათვალი ამას გაშიფრვა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა კვდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რატო აქვს დიაბეტი, იმიტომ რომ შეიძლება პანკრეასში უზის პარაზიტი, რა პარაზიტი ან ბაქტერია, რატომ აქვს ჰეპატიტი, სად რა პარაზიტი ზის, ალერგია, ესე იგი, ტუბერკულოზი კი არა, თურმე სპეციალური, აი ნახეთ რა ვიპოვე. აი ქალს რო ამოუღეს ტვინიდან ძაფივით, აი ეს ანგიოსტრონგილუს მე ვუპოვე ერთ-ერთ ჩვენს ასე ვთქვათ პაციენტს, მომხმარებელს ტვინის სტრუქტურებში. ასევე პოულობ რო ეგონა რომ ვაიმე ალერგიული მაქვს და ბრონქული ასთმა აქვს, ფილტვები აქვს, აი ამ გამომწვევით, გამაღიზიანებლით, რომელსაც ეწოდება ფილტვის ორპირა, მწოველა. პარაგონიმოს. ამათ ისეთი დასახელება აქვს, ვერ წარმოიდგენთ, ფილტვში უზის. აი მაგალითად, რომ მოვიდა ჩემთან, ხო? მარმარილოსებრიო ეხოსკოპიაზე ვაჩვენა, რომ მარმარილოსებრი ისა მაქო ღვიძლი და ესო ცხიმი ხო არ არისო, ცხიმი კი არა აღმოჩნდა, რომ ნათაგვარი პროდუქტებიდან ეს ვირთხა არის გადამტანი და ნათაგვარი პროდუქტები ახ მაღაზიაში შეიძლება შევხვდეს ეს რა ვიცი სახლში რა ვიცი ყველგან შეიძლება ეს მოხდეს ამით არავინ არ არის არც მეფე და არც მეფის წული დაცული და აღმოჩნდა რომ ყავს აი ეს პარაზიტი და აგზავნიდან არიქა ვაიმე ეს რა მჭირს ვაიმე ის რა მჭირს რა ხდება ჩვენ უკვე ვიცით ყველაფერს იწოვენ ეს მართლა რო იტყვიან რა ვქნათ ჩვენ ვეხებით მათ და მე გვეხებიან ისინი თავად მათ გარეშე წარმოუდგენელი ისინი არიან ყველგან გამიგეთ ამიტომ ძალიან ბევრჯერ ვნახე ვისაც აქვს შეშუპება ვისაც უნდა გახდომა ხო სინამდვილეში აი ძაღლი არის გადამტანი ეს გასიებული კოჭახრებია თუ სახსრები ლიმფაში უზით აი ეს
სპოროტრიხები. ახლა შეიძლება სწორად ვერ ვთქვა მე, მაგრამ ზუსტად ესენი იწვევს ანთებას, რომ გონიათ ლიმფოსტაზი და ვაიმე რა მჭირს და მსუქანი ვარ და ანთებად. იმდენ რამეებს ვნახულობ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. თითქმის აბსოლუტურად ყველას, ვისაც ყავს აქვს დიაბეტი განუვითარდა, მინდა გითხრათ, რომ იქ ღვიძლსაც უჭირს სანახულე გზებშიც პოულობ და უბრალოდ აი ნახეთ ჩვენი პროდუქტებით, ვინც მომხმარებელი კარგი დოზებით მის წონასთან შესაბამისად იღებ და აი ამ პროდუქტებს ჩვენებს ხო იცით რომ მელსი გვაქვს რომელიც ყველაფერს ასუფთავებს ჯერ ნახეთ ხერხემალი რა მდგომარეობაშია თითქმის აბსოლუტურად 47 ორგანოდან აი უმრავლესობა 80% აქვს ჯამრთელი მწვანედ და ყველგან ბალანსი აქვს თითქმის ყველგან 5-აზე გახსნილი აურა ჩაკრებია ეს ცენტრები ენერგეტიკული ენერგიაც ძალიან კარგი აურა ესეთი უნდა იყოს ბიოველი ჩემთან მოვიდა უკვე აი კარგად მოყოჩაღებული და დაინახეთ რა ცოტა აქვს უკვე ბაქტერიები. ეს ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები ერთ 5 წალე ამოვიდა. 5 კი არა, ამოდის 5 გვერდზე, ვისაც არ ჩაუკარებია პირში ჩვენი პროდუქტები. ასევე ჩემო ძვირფასებო, ყველას ვისაც სახსრები გვტკივა ჩემი ჩათვლით. ვიპოვე სახსარშუა ნაპრალებში ზუსტად შესაბამისი რაღაცა ან სოკოა ან რაღაც პარაზიტია, ან სტაფილოკოკი, ან სტრეპტოკოკი. აი, დავადგინე, როგორც შერლოკ ჰოლმსი გენიალურად ადგენს. ნუ ჩვენ ისედაც ძალიან მაგრად მუშაობდით, მაგრამ ეს იყო დამოკიდებული იმ ხალხის რწმენაზე, ვისაც აი ჯერათ ამუნა ისე მიყვარს სცენარები და აი სულ ასეთი ვარ და ხარშავ და ვეძ ასეთ ყველას აქვს შედეგი. მაგრამ არიან ხოლმე ესეთი ურწმუნო თომები, მაგრამ ჩვენ იმდენი ხალხი ყავს, ეხლა დასამტკიცებლადაც არ გვცალია, მაგრამ მაინც ყოჩაღ ჩვენ გოგოებო, რომ ამდენ, აი ეხლა ამ ქალბატონმა რომელიც გამწვანებულია და რაღაც პატარა პრობლემა დარჩა და იმას მოვაგვარებთ ჩვენ უკვე თავადაც უნდა გაისარჯოს და იცის უკვე ამოისუნთქა ყველა, მეც ამოვისუნთქე. მე დავადგინე. რატომ ეს მოდა მთელს რაიონს ჩემი წივილკივილი, რომელსაც ვერ მიყუჩებდა ვერაფერი. წამიყვანდნენ ექიმთან, მომიკაკუნებდნენ მუხლებზე ჩაკუჭ, კაი გოგოა იტყოდნენ, რაღაცას დამიშო, ისე წივილკივილი. ეს რომ ახსოვს და ყოველი ამიდის ცვლილებაზე, რომ მткиოდა ხოლმე მუხლები მთელი ცხოვრება და ართრიტი და ართროზი და ალბათ გენეტიკური არა ჩემო ძვირფასებო, მქონია სტრეპტოკოკი, რომელიც დამიყვანია უკვე ის იგზის ცოტა, მაგრამ დამიყვანია ძალიან ისე ჭკვიანად ძის. ჩვენ ყველას სხვაჯერო კბილი გაგახეხინოთ და არ ვიცი სტერილური არაფერი არ არსებობს არც ხელი არც ზედაპირი არაფერი იქ ყველგან იქნება ბაქტერია და საკუთრებით რომ ესენი ჩვენი გარემოა ჩვენთან ერთად არიან ამიტომ როდესაც ჩემთან მოხვალ აი ამან არ უნდა შეგაშინოს ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისუსტი წერტილები თქვენი უკვე გამოკვეთილი ჩივილებიდან რა შეიძლება იყოს გაღიზიანებული და რით უნდა მოგაშორო ერთ-ორ თვეში და დაგიბრუნო ეს ჯანმრთელობა და თქვენ გაქვთ ექიმებმა რაც არ უნდა გითხრათ კლინიკაში მომუშავე პროტოკოლით ექიმებმა, ხო? თქვენ მე ისმის ჩემი ხმა, მე მგონი აღარ ისმის. გაქვთ ძალიან ესეთი რეაქცია, რომ ვაიმე კვდები, ვაიმე გერმანიაში უნდა წავიდე, ვაიმე აქ უნდა გადამაფრინო, ნეტარ ამჭირს. და როდესაც მე უყურებ ეხა ამ გოგოებს, როგორები მოდიან, თამნა რა გამოჩნდა და მეუბნები რომ კარგი გოგო ხარ. აი აქ პრობლემა გვაქვს, აი ეს უნდა მოვაგვაროთ, აი ეს მენდა გჭირდება. ჩემთან მოდიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად ოდესმე უყურებდნენ, რომ ისი ოჯახის წევრები იღებდნენ დრაჟებს, მაგრამ როდესაც უკვე ამ ინტერესით მოდიან, რომ ვაიმე რაღაცა ძალიან დიდი ჩრდილი ამოვიდა და თამარ არ მინდა გავიკეთო ბიოფსია მოდი აბა გავაშუქოთ რა არის. უკეთებს კანს და ყველაფერს მაჩვენებს რაზის სახელი გვარი, ვისი ასულია ეს ბაქტერია თუ ვირუსი და რატო მოხდა იქ. ჩემო ძვირფასებო, მე ასევე ვადგენ, სად მუშაობს ეს ადამიანი? იმ წუთში ხვდები ხოლმე ფილტვებში ვისაც უჭირს, ან მშენებელია, ან რაღაც სალონში, ან ქიმიურ პრეპარატებთან, ან ხელოვანია რაღაცებს აწებებს. ყველაფერს ხვდები ხოლმე უკვე აი ხერხემლითაც, იმიტომ რომ ზოგი ასე ზის რაღაცას აკეთებენ ისეც, რომ ეს აისახება ჩვენს ხერხემალზე, ხო?
ძალიან საინტერესოა. მე პირადად შევიცანი ყველა ჩემი პრობლემა. დიაგნოზები ისე არ ისმება. ჩვენი ორგანოები ბოლომდე იბრძვიან. თუ იქ რაღაცა არ გამაღიზიანებელი ვირუსი, სოკო ბაქტერია არ ზის ან პარაზიტი, ჩვენ ვიცოცხლებთ. არ ვიცი, ალბათ ადრეს როგორ ცხოვრობდნენ ბიბლიური ხალხი, ხო? და მოკლედ, მე დავწმუნდი ერთ რამეში. რაც დიაგნოზიც არ უნდა არსებობდეს, ყველაფრის გამომწვევი გიზით იმ ორგანოში. აი თუ კი სადმე ყვავილისთვის დამიყნოსია. იქვე წერია, რომ ბაღში მაქვს აყოლილი ეს სოკო, ფილტვში, ხო? ან ვიღაცას კონსერვები და მარინადები უყვარს, აუცილებლად ექნება შესაბამისი ბაქტერია. ან ვინც მაგალითად სოფლის მეურნეობასთან და ცხოველებთან არის, ხო? აუცილებლად ძროხის ტკიპის ეს ბორელია აუცილებლად იქნება და იქნება აკუმულირებული სადღაც, ხო? და ამბობს ადამიანი, რომ ვაიმე გულის ისა მაქვს ნიტროგლიცერინს აძლევენ ჩემო ძვირფასებო, არა და მას სჭირდება რა? წმენდა. როდესაც მოდის ადამიანი და მეუბნება თამარ, აი მითხრეს რომ აქ უნდა გადავფრინდე, უნდა დამასხივონ, უნდა რა ესე იგი გამიკეთონ ქიმია, არა და სულ სხვა რაღაცა ჭირს. ანუ ვინ ვართ ჩვენ? ვართ ჩვენ ვინ? ჩვენ ვართ მედიატორები. ადამიანს დავანახოთ საკუთარი თავი, მის ორგანოში, სისხლში, ნერვებში მართლა ასეთი დიდი უბედურება ტრიალებს თუ რაზის და რით მოვერიოთ ამას. მე არასოდეს არ დავჯდებოდი ამ აპარატთან. კეთდება არის სხვადასხვა თაობის, მაგრამ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი თაობის, ეხ გაიარა სერტიფიცირება საქართველოში, ლიცენზია ყველაფერი და თუმცა ცოტა ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარს ლეგალური ბიზნესი, ისევე როგორც Apple Go-ars, ლეგალური ვარ ინდმეწარმე, მაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ისევე როგორც ჩემს ლიდერებს, ყავს ბუღალტერი, ვიხდით გადასახადებს, ესე იქნება ესეც მოწესრიგებული. და რა მიხარია, იცით, შენ აგაშენა ღმერთმა მეუბნება, თურმე მგონია რომ ფილტვზე დაჭდილა რომ კიბო მაქვს და თურმე აი აქ რომ მუშაობ, ამდენი ტოქსინი მიზის. მე ახლა გამოვედი და გაჩვენებთ ასევე ტოქსიკურ დატვირთვასაც კი მაჩვენებს. და მაჩვენებს რომ თურმე სადღაც ზესტაფონში რაღაცა რო ასხივებს, ჭიათურაში რომ ის შავე მდინარე ჩამოდის ან მაღაროში მუშაობს, ან ისეთ სადღაც ადგილზე მუშაობს, რაღაცა გამოსხივება არის. ყველაფერს პოულობ. ყველაფერს პოულობ, იმიტომ რომ ნახეთ, ეხა მე შევალი ისევ დავბრუნდები იქ და ვნახავ ტოქსიკური, ხო, ეხა ამ გოგონას იმდენად ტოქსიკური დატვირთვა არ ქონდა, მაგრამ მაინც ვიპოვეთ ჩვენ ასე ვთქვათ, გამღიზიანებლები. შეუდგინა ესევე პროგრამა, რა ეჭმება, რა არ ეჭმება, რა უნდა მიირთვას, დღეში 5-4 ჯერად იკვება, რომელი ამინომჟავები აკლია, რა პროდუქტებშია მე ვეძებთ ჩვენ ამინომჟავებს, ვთქვათ, რა უნდა შეჭამოს, იქ სოიო, იქ ძროხის ხორცი და ასე შემდეგ, სულ ყველაფერი, ეს მთელი წიგნი ამოდის თქვენზე. ასევე ვისაც ეს ზოგდიაკო და ასტროფსიქოლოგია აინტერესებს, ესეც ამოდის ხასიათის და მიხედვით. ამოდის ასევე, აი, როგორც გაჩვენეთ, 4-ჯერადი, 1, 2, 3, 5-ჯერადი კვება და 5-ჯერადი კვება დაუწერა. ორშაბათს რა უნდა ჭამოს, პირდაპირ შეუდგინა. აბსოლუტურად 5-ნაირი, 5-ივე დღეს არა, 5 არა, 7-ვე დღეს. 7-ვე დღეს 5-ჯერადი კვება. სიმსუქნის ხარისხს გვაჩვენებს წყალი რა უნდა მივიღოთ და უბრალოდ ტოქსინები ეთყობა გამომჩა, სულ ყველაფერს აჩვენებს. რა გაქვთ ნასუნთქი, სად მუშაობთ, რომელი ელემენტები ჭარბობს, პოულობ ხოლმე ვერცხლისწყალს, ნუ ეხა ეს კაი გოგო გვყავს და ამას დიდად არაფერი არ აქვს ნასუნთქი, შევალ სხვასთან. აი, აქეთ ყოველთვის, აი, ნაწლავებში ისე რა შეწოვა, გვიწეს, აი, გადატვირთვა, აცრები აქვს ჩატარებული კოვიდის, ალერგიული რეაქცია აქვს მესამე ხარისხის, მძიმე მეტალებით არის გადატვირთული, აი ამ რაფინირებული პროდუქტებით, რასაც აწერია და ყველას აწამლავია ისიც რაც იყიდება, არის ასევე პესტიციდებით გადატვირთული ეს გოგონა, არის ასევე ვანადიუმი, კობალტი, დარიშხანი, ნიკელი, ტყვია, კალა, ქრომი, ცინკი, ანუ ნახეთ და არის ასევე სტეროიდული პრეპარატებით გაჟღენთილი
და ქიმიური პრეპარატებით გაჟღენთილი. მიმივხვდით, ყველაფერს ვხედავ. ეს არის სასწაული. ეს არის სასწაული და ამის მერე მე ვიცი ადამიანს, რომელსაც აღსარში ეხა სინოვიალურ სითხეში და ლიმფის ანთება აქვს, აქედან გამომდინარე რა მივცე? ალდი, მელსი, სტოპი. ადამიანს, რომელსაც გონია, რომ თქვათ, რაღაცა ვაიმე, ისეთი რაღაც ამჭირს, რომ აი ფარისებზე ბიოფსია უნდა გავიკეთო და ასე შემდეგ, ისე შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაწლავებში შეწოვა არ აქვს და ეს კოფერმენტები აკლია, მიკროელემენტები არ აქვს და ეს რკინა, რომელსაც იღებთ თქვენ, ყლაპავთ, ან დ-ვიტამინს, ამას უნდა გადამტანი. მაგნიუმი, ცინკი თუ არ გაქვს, პირველი თუ არ გაქვს და თუ არა გაქვს ეს დამხმარე კოფერმენტები, მიკროელემენტები, თქვენ კიდევ უფრო მეტად ტოქსინებით და შხამებით ივსებთ. ანუ რკინა ძიმე მეტალია და არის სიცოცხლის საშიში მაშინ, როდესაც არის დაგროვილი. გამიგეთ? მას უნდა გადამტანის ფერიტინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერს ხედავ ძვირფასო მეგობრებო. ეხლა მე ამან ძალიან გამახარა და გამიანდვილა და როდესაც ამ კომპანიის მთავარი, როგორ გითხრათ, ხელმძღვანელი დამიკავშირდა, მე უთხარი, რომ მე მაინტერესებს ჩემი კომპანია Apple Go-ს ფარგლებში გამოვიყენოთ თქვენი მოწყობილობა და მე მინდა ეს შევიძინო ლეგალურად, მე მინდა ეს ვკითხე რა ხდება, როგორ ხდება ეს პროცედურები. და მითხრა მან ასეთი რამე, შენ კომპანია Apple Go-ში მუშაობ, ხო? კამფეტები რო გაქვთო? კი მეთქი. და მითხრა მან ასეთი რამ. თქვენ ხართ პირველი ჩვენი კლიენტი, იმიტომ რომ ჩვენ ვამარაგებთ ესთეტიკის ცენტრებს, ჩვენ ვამარაგებთ სპა ცენტრებს, სადაც აი მიკროპლასტიკური ყველა ძალიან ბევრ კომპანიას მიაქვს ჩვენი აი ეს მონიტორი და მერე რომ დაინახონ ეს სკანირების აპარატი, ექიმებს მიაქვთ სხვადასხვა კლინიკებში, სალონებში, ესთეტიკურ ცენტრებში და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენს ესეთი რამე თუ თქვენ APL არის პირველი და ერთადერთი კომპანია, რომლის პროდუქტი 4-ჯერ ნაკლებ დროში დოი პოსლი, ანუ იყო და გახდა, ხო? დებს საოცარ შედეგებს. თქვენ ხართ ჩვენი ყველაზე წარჩინებული, არგუმენტირებული და ძალიან სწრაფი, აი სწრაფი შუსტრი კლიენტები, რომლის პროდუქტიც ძალიან მალე აძლევს ხალხს სასიხარულო შედეგს და მომილოცა და შენ თუ ექიმი ხარ და კომპანია Apple Go-შიც აქამდე იცოდით რა უნდა მიგეღოთ, ეხლა რო აჩვენებ ხალხს, რა გააკეთა თქვენმა ერთმა კოლოფმა, თქვენ წარმატება არ აქცდებათ კიდე უფრო მეტად. მე ხარ ისთვის ჩვენ ვართ წარმატებული და ვიქნებით და ეს, მაგრამ მე რა მიხარია? ჩვენ რო არ ვიყოთ აი ამ კითხაობაზე დამოკიდებული რა ჭირს ადამიანს, რომ არ გადაიტვირთოს ადამიანმა თავი არასაჭირო იმ ვიტამინებით, რომელიც მაინც არ შეერგება, შხამად ერგება, იქ ჩადის ტოქსინად გროვდება. ასად არ მიდის, ვერ იწოვებ. ისევ ნაწლავს აზიანებს და ისევ შხამია, ზედმეტი. ჩვენ რომ არ გადავტვირთოთ და ირბინოს, ვაიმე რა ამჭირს ჯერ დასტრესილი ადამიანი, რამჭირს და ხან წავა ერთ ანალიზს აიღებს, მეორეს, მესამეს 100 ანალიზს იღებს და ეძებს რა ჭირს. აქ რო აღარ ყოფნის პასუხი, მიდის საზღვარგარეთ. შემთხვევაში საზღვარგარეთ წასული ადამიანები გადარჩენილან, ეს იცით, რომ თურმე პოლიპი ქონია და არა კიბო და არ ჭირდება ამ ადამიანს დასხივება. რა თქმა უნდა, ადამიანი მაინც თავის გულის ინტუიციას ეყრდნობა და ეს ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ მე მიხარია, ჩემთან რომ მოდის დავსვავ 3 წუთში, ვეუბნები, რომ შესაძლოა თქვენმა ორგანიზმი გაშუქდა და დავინახე სად რა ხდება და თვითონაც დაინახა, მიყვება ხოლმე ისიც რა ქალბატონო თამარ, მე ეს უნდა ვაღიარო, მე თქვენთან ეს მართლა შემემთხვა, მე აქ როგორ გამოჩნდა, ამას ვერ წარმოვიდგენ. აი ახსენდებათ შეიცან შენი თავი, იწყება აი ამ თქვენი სკანირებით. თქვენი მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული ყველაფერი აქ ჩანს. ეს დაგიწერთ, ეხლა მე ძალიან ესე ჩავსკროლე, თქვენთან რჩება ეს წიგნი. და თქვენ ყველაფერი აქ თავმოყრილი, ყველა უჯრედში რა ინფორმაცია არის მოთავსებული და შენახული. ეს რას ნიშნავს? მე უკვე ვიცი, რომ ბრმად კი აღარ მივცე, თუნდაც ის ჩემი პროდუქტი. ღვიძლში რო უძის ეს ორპირა, მე ამაზე მივცემ ამას და მოვაშორ. მე უკვე ვიცი, რა დოზით მივცე და რა საერთოდ არ ჭირდება. გამიგეთ?
და ადამიანი თუ რაღაც არ მომეწონა, ვაგზავნი უკვე კონკრეტულად იმ ანალიზზე და იმ ექიმთან, არა 10-თან, არამედ ერთთან, რომ აი აქ გისიგნალებს შენ აქ არის ნაღმის სუსტი წერტილი და აი ამას მიხედე ძალიან გთხოვ მიაქცი ყურადღება. ანუ ჩვენ ვართ მედიატორები, დამხმარე გამშუქებლები, რომ ადამიანმა შეიგნოს და დაინახოს რა ხდება მის ორგანიზმში, თან არის არამავნე. Ну 250 ლარად აკეთებენ მთლიან სხეულის გამოკვლევას, ის ვინც მხოლოდ ამ დიაგნოსტიკაზე ზის და არ ეკუთვნის არც ერთ კომპანიას. და მე ვინაიდან ჩვენს APL Go's ცენტრში მე ვარ უმთავრესი, ჩემთვის არის APL-ი. ეს არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, რომ ადამიანს თვალსაჩინოდ მე მოვარგო, რომ მალე გავიყვანო შედეგს და მალე ვაჩუქო ის გამწვანებული ლამაზი ფერები და კარგი ის და რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ხალხი მდგომარეობიდან, ხო, აი ამ ცუდი მდგომარეობიდან, დაძაბულობიდან და ყველაზე მეტად რაც მომწონს, ფსიქოლოგიურად მედეგები ხდებიან არავის აზრს. ой, ეს ხომ არ არის, ის ხომ არ არის, თან ისე ზოგი ექიმი ხა ისე აჭარბებს ხოლმე კაბინეტში ჯდომას და თავის დიპლომს, ეს რაღაცნაირად უნდა თქვას, რომ ადამიანი უნდა დაზაფროს, ხო? გამორიც შემზადებულები ხართ, იმიტომ რომ იცით რა ხდება. რატო ხდება, სად ხართ თქვენ დამნაშავე? რა გაუკეთეთ ისეთი თქვენ თავს? მაგრამ ეს პარაზიტები, ეს ბაქტერიები, ეს ვირუსები გარემო ისეთი ხომ იცით ხა რა ჭამთ, რა ვსვათ, გაგებაში არა ვართ. ამიტომ ჩვენი პროდუქტები არის ზუსტად ის პროდუქტები, რასაც მართლა ელოდა ეს სამყარო, ეს ძალიან დაბინძურებული სამყარო, ეს ძალიან ძალიან უკაი მე რაღაცეებში ტექნოლოგიურად კი მივდივართ წინ, მაგრამ მრცხვენია. ისეთ რამებს აკეთებს ხალხი ფულის შოვნის მიზნით. და მე გადავწყვიტე ჩემი ყველა პარტნიორისთვის, ჩემი მომხმარებლებისთვის და ჩემი მომავალი პარტნიორებისთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ეს წვანი აფთიაქი APL Go's-ი მას სჭირდება, უყვარს მოსწონს, არის ესეთი ხალხი, რომელიც ჩვენ გვეძებს და რა შეურჩიოს სწორად, მე ამას გამოვიყენებ და მაშინ ღირებულება იქნება მხოლოდ 100 ლარი. ვინაიდან ეს ჩვენი პარტნიორია, ჩვენ გუნდში მოდის და შეიძლება ზუსტად იმ პროდუქტზე კიდევ საჩუქარს დავადებთ, ეცოდინება როდის არის აქცია და ესე ადამიანს გაათვიცნობიერებულად, გამოფხიზლებულად, მექანიზმს ხედავ პაზლივით, რა რატომ აქვს რა გამოასწორო ზოგჯერ 2 ვარჯიშით და სტოპის სლაიდით ერთ თვეში აუშორებიათ ხოლმე თავიდან რაღაცა საშინელი პროგნოზები. გამიგეთ? ანუ ცოდნა სინათლეა ყოველთვის. და როდესაც შენ ბრმად კი არ ენდობი ვიღაცას და ვიღაცის უჭყუო კოლობს და ჭყუის კოლობს, შენ იცი გაჩვენა შენმა ორგანიზმმა დაგიდო ანიბანი რა ხდება შიგნით. და უკვე იცი როგორ უნდა მოუარო. იცი რა გჭირდება, ან რომელი ექიმის დახმარება გჭირდება, ეს უკვე არის სუპერ თანამედროვე, სუპერ გააზრებული და გაცნობიერებული, უმაღლესი კულტურა, მიდგომა, ფულის, დროის ეკონომია და ძალიან მაგარი დონე. მე ესე ვთვლი ამას და ესე ვაკეთებთ ჩემო ძვირფასებო, რამდენი ადამიანი მაგალითად იღებს იმ წამალს, რაც არ ჭირდება აზიანებს, რამდენი ადამიანი თუნდაც სვავს იმ რაღაცებს, გამაჯანსაღებელ რაღაცებს, რომელიც არ იწოვება ნაწლავია გათიშული. ამიტომ ჩვენი ალტით მელსით ხეფერით დეტოქსი როდესაც ხდება, გზა ეხსნება იმუნიტეტს. აი ეგ სხვათა შორის, როდესაც ვაშუქებ სკანს რომ ვკითხულობ შიფრავ, ვხედავ რომ თუ წვრილ ნაწლავებში არის ძალიან ბევრი პარაზიტი, ეს ადამიანი ძალიან სუსტი იმუნიტეტის მატარებელია, იმიტომ რომ ყველაფერს ეგენი ჭამენ და ყველა სოკუ აქვს. ძალიან ბევრჯერ დავინახე, რომ ლიმფოსტაზი კი ხვდები, რომ სიმსუქნე არ არის ეს, სქელი ფეხები არის წყალი, მაგრამ იქ სოკუა და გაფუებულია და სუტკბილი უნდა ესეთ ადამიანს და სუტკბილის ფუნთუშეული, აი საფუარიანი ცომეული უნდა სულ. ნუ ძალიან თვალსაჩინოდ ხედავთ უკვე ყველაფერს. რა რატომ ჭირს? და ვაიმე რაღაცა ისა გაკ დაჩრდილვა და ძალიან რაღაცა ბიოფსია უნდა გაიგო, ბიოფსია კი არა. რომ იყვინთავა მდინარეში შეიყოლა ის ბაქტერია უწერია რა წყავს. და როგორ უნდა გამოდევნოს. და რატო აქ ნაწლავები ცუდი, იმიტომ რომ ცხვირხახიდან ჩადის ეს ბაქტერიები და ნაწლავებში საერთოდ დარღვეულია ყველაფერი, ხო? ყველაფერს ხედავთ მექანიზმს. ასე რომ მე ვარ ძალიან კიდევ უფრო კარგი ხასიათი ვიდრე ვარ ხოლმე და ჩემი გოგონებიც ეხა აქ არიან, მე ჩაურთავ მათ მიკროფონს და
ვინც შემოგვიერთდა და არის აქ, რომ ჩვენ მუშაობთ უკვე გაკეთდა ახლა სპეციალური ჩათი განრიგის, ჩვენ მუშაობთ ესე. თბილისში კვირაში ორჯერ ტარდება კომპანიებელგოს პრეზენტაცია. კვირაში ორჯერ სამჯერ ალბათ ჩატარდება თბილისელები ვიზიტორების, ასე ვთქვათ, ეს დიაგნოსტიკა. აუცილებლად ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველა ადამიანს, რომ იცოდნენ, რომ ჩვენთანაც ის პროდუქტები აიღონ, რაც მათ ჭირდებათ, ხო? და ბარემ შედეგზე გავიდნენ და სინამდვილეში რა ჭირთ. და გვაქვს ხოლმე რეგიონებში გასვლები. აი მაგალითად, ხვალ თბილისში მუშაობ. შაბათს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონალური ცენტრის ოფისის დღეა. ორ შაბათს თბილისში და მე მივდივარ ქალაქ გორში. მე აღდგომები საუფლო დღესასწაულებია, მე უკვე ქუთაისს ვესტუმრები რეგიონს, ხონი, წყალტუბო, ქუთაისი, მიმდებარე ტერიტორიებს ყველგან იქ დავრჩები ვიმუშავებ. მე უკვე აქციის, ასე ვთქვათ, თვის ბოლოა, ისევ თბილისს დაუბრუნდები, დავაფიქსირებთ ყველა შედეგებს აბსოლუტურად, რომ ვინც გამოვიკვლიეთ, ვისაც შეუდგინეთ პროგრამა, ვისაც შეურჩიეთ, ვინც დავამშვიდეთ, ვინც ჩვენთან მოლოდინშია, მოვემსახურეთ ამ ხალხს და მივეცით ის და არა ისე, მე ხომ არა, მაგ ის ხალხია დაბნეული და კიდევ უფრო თავს იწამლავს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი რამ ეს არის სასწაული და გითხრათ. და ულოცავ ჩემ თავს, ამისათვის თქვენ დიდად არაფერი არ გჭირდებათ, 3 წუთი დროის გამონახვა და აი აბსოლუტურად ადამიანი მიდის სულ სხვანაირი. ეს რა ყოფილა? თქვენ რო ემოციები ნახოთ, მე როდესაც სკანირება ხდება და საჭიროდ თვლი, მე მისი კურატორი შემომყავს ხოლმე ჩემთან კაბინეტში და უხსნით, თურმე საიდან მოდის პრობლემა. ასე რომ ადამიანს რო გონია, რომ აი მე გადადებული ვარ არაჩვეულებრივად არ და როდესაც ამბობს, არა მე არაფერი არ მჭირდება, დანგრეულია თავიდან ბოლომდე და ვატირე ერთი გოგონა. ვატირეგო მე თქვენი კამფიტების არაფერი არ მესმის და ეს და კარგი კაცო ეხლა თუ არ ესმის რას დავამტკიცებ და მოდი აბა მეთქი მაინტერესებს ეტალონად გადაგიღო რომ შევინახო რომ აი ადამიანი რომელსაც ბაზას ვაგროვებ მეთქი და რო გამოჩნდა და ამოყარა ახსარებისავით აი ესე რაკეტული დავიბადე და მე მის დამჭირდა და კოსეტი დამჭირდა და მე არ ჭამდი და მე ნაწლავის პრობლემა მქონდა და მე ბოტკინი შემხვდა და მე ეს და იწირა იღარღო და სადა იყო ჩვენი წუნია ხო აქეთ თქვა რომ რა მივიღო და აქ კვანძი მქონია და მე ეს მითხრეს რომ აღარ გაქვს და ну მოკლედ გოგოებო ჯობია სიმართლეში ვიყოთ ვიცხოვროთ და მივხედოთ ჩვენ თავს უმოკლეს დროში ხალხი დაიღალა და მე ძალიან მიხარია რომ გვაქვს ესეთი ხილული ალტერნატივა, როგორც მანქანა რომ მიდის და დაარტყავ შუქებს, ხო? დაინახო ყველა მოსახვევი წაიკითხო ყველაფერი, ისე ხედავ ყველაფერს რა ხდება ორგანიზმში და რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება აბსოლუტურად. შიფრიც მშვენივრად გამომდის, იმიტომ რომ მე ზოგადად რო დავჩერები ვარ, ზუსტად ვიცი სად მოიგებს იმუნიტეტი, რა გავაძლიეროთ, როგორ ამოვაცალო ის ნაღმი გავნაღმო სიტუაცია, რა გავაძლიერო, რა დავთრგუნო, რა ამით რა ადრაჟეები დამეხმარება და ნუ მოკლედ გოგოებო, ჩვენ ეხლა წინ გველოდება ძალიან გოგოებო და ბიჭებო, მაპატიეთ, გველოდება ძალიან ბევრი საქმე. კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაყვანა ძალიან კარგ სასიხარულო შედეგებზე, რაც არის ჩვენი მისია და რასაც მე დიდი სიყვარულით ვაკეთებდი ყოველთვის და ეხლა უკვე შემართებით, თვალხილულად, არგუმენტირებულად ადამიანის ყურადღებით ექცევა თავის თავს, ასრულებს ის, რასაც უწერს ყველაფერს, ხო, შიფრი. მე მოდის 2 თვის მერე შეადარებს, რამხელა სიხარულია, რომ ვიშრომეთ, გამოგვივიდა ყველაფერი, ალაგდა ყველაფერი. და გაიუმჯობესა მდგომარეობა. მხოლოდ ასე ვიმუშავებთ. იყავით ჩატში, კონდეთ იცოდეთ სად ვიკრიბებით ხოლმე, სად გვექნება, გააგებინეთ თქვენს ახლობლებს და რაც შეიძლება მე მზად ვარ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, ასე ვთქვათ, დავეხმაროთ, იცოდნენ სიმართლე, ზუსტი სიმართლე საკუთარი ორგანიზმის შესახებ. ამით იწყება საკუთარ თავის სიყვარული, ცოდნა და გააზრებული ხარ, ვერავინ მანიპულირებას ვერ გაგიკეთებს. შენ თავად უკვე იცი რითი დაეხმარო. თუ დაგჭირდება ექიმი, ექიმსაც
რა აუცილებელია არის მომენტები, როცა ექიმი არის აუცილებელი და მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი ექიმები გვერდდებიან, რომლებიც მართლა ცდილობენ ხოლმე, რომ ხალხს არიდონ იმ თავის კეთილი გულის გამო ქიმიური პრეპარატები და აი მცენარეულ რაღაცებს ეძებენ ხოლმე და აი მიხარია, რომ ესეთ ხალხს მაცნობთ ხოლმე მე თქვენს და ეხა კიდე უფრო მეტი შემოგვიერთდება. აი ჩემო ძვირფასებო, ესე გააზრებულად, ესე არგუმენტირებულად, ესე მოკლე გზით, აი ესე ნავიგატორივით, ესე რომ დავხედავთ რა ხდება, რომ რით უშველოთ ამ ადამიანს, სად დავამშვიდოთ, სად გავაფრთხილოთ, სად გავაგებინოთ, რა უნარჩვევები შეცვალოს, როგორ და მე ვისწავლე ხა. წყლისმაც ვისწავლე, ვარჯიშიც ვისწავლე, ლიმფოდრენაჟიც ვისწავლე. როგორ უცებ მოვიწესრიგე ჩემი ხერხემალი. უკვე ძილი მაქვს არაჩვეულებრივი თავზე რომ მტკიოდა საშინელი ტკივილები მქონდა ვირბინე რა MRI-ში რომ ჩამაწვინეს მე მეგონა რომ მოვკვდი დავმარხეს 17 წუთი ხო და ჯერ ამხელა თანხა 1000 ლარს ისე და გაქრა ვერც 9 საათში და მithქვეს უი მე თქვენ არაფერი არ გჭირთ და ამ აპარატმა დამიწერა სკანმა რომ ამჯერს კი არა თითქმის მთლიანად გადაკეტილი მაქვს კვებავი არტერიები იმის გამო რომ სულ ასე გიწირთ SMS-ებს აი ესე ვარ სულ და კიფოზი მაქვს და რომ დავიწყე სპეციალური ვარჯიშები, სტოპი სლაიდი, ლიმფოდრენაჟი, ყველაფერი მოვიდა ნორმაში. გამიგეთ? აბსოლუტურად ყველაფერი. და ნუ არ ვიცი. ეს არის მეგზური და ნავიგატორი. მე ვიყავი ხა გოგოებთან, ისინი ვინც შემოვიდნენ და მინდა რომ ჩართოთ მიკროფონი, ვისაც გაქვთ სურვილი, შევაჩერებ, თუ გინდათ შევაჩერებ, თუ გინდათ გავაგრძელოთ. რა ვთქვათ, 1-2 თქვენი გამოძახილი და სიტყვა. და საინტერესოა, როცა შენ თავზე ძალიან ბევრ რამეს გებულობ.